ალამი დღეს გვექნება დიდი ვიდეო, რო გინდოდათ აი კლონების შედარება ორიგინალ სუნამოებს გადავწყვიტე ერთ ვიდეოში, გამეერთიანებინა. და აბა კარგად მოკალათდი და დავიწყოთ. ყველაზე მაგრა რამდენი თხოვნად შემოდიოდა, ეს იყო Fabulous-ის კლონი, აი ეს არის Fabulous Live რა. ეს 3 დღეა ვტესტავ, იმიტომ ესე ერთი გატესტვით სუნამოზე ვერ იტყვი ან კარგია თუ ცუდია. რო დაისხავ პირველი 5 წუთი საერთოდ არ გავს Fabulous, მერე ემსგავსება და Fabulous-ი არის ურთულესი სუნამო და ამ სუნამოსო მიამსგავსებ, უკვე კარგია. მართალია ისეთი ტყავის ნოტები, ისეთი ლამაზი ვანილი, საოცარი ნუში ამაში არ იგრძნობა. არის საშუალო დაბალანსირებული ნორმალური სუნამო, აი ვისაც სიტყვაზე ვთქვათ Fabulous-ის ფული არ აქვს და უნდა რომ რაღაც მიმსგავსებული სუნამო კონდეს, ძალიან ნორმალური ვარიანტია. ეს როგორი უნიკალურიც არის Tom Ford-ის ქმნილება, ამას ვერასოდეს ვერავინ ერთ-ერთში ვერ გაიმეორებს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ნორმალური არომატია. იმის ილუზია არ გქონდეთ, რომ იყიდით და ერთ-ერთში Fabulous-ი იქნება, მაგრამ რაღაცა მიმსგავსება აქვს და ცუდი ნამდვილად არ არის, ფასიო მახსენდება, ფასიდან გამომდინარე ძალიან კარგი სუნამო. აი, აქ არის სულ სხვა ვარიანტი, ხა ბევრმა დამიწერეს, რომ ეს კლონი არ არისო, მესმის რომ არ არის, მაგრამ ბევრი ვიდეო შემხვდა, სადაც იძახიან, რომ კილიანის ენჯელშიას გავს ეს, რა ქვია, ლატაფას ხამრახ თუ რაღაცა ვერც ვიმეორებ, აი სრულიად განსხვავებული სუნამოა. აქ, როდესაც არის საოცარი ლამაზი კონიაკი, რომელიც წლების მანძილზე იდგა რაღაც კაცში და ეს ხის ნოტები აქ აღებული, ცოტა შებოლილი საოცარი არომატი, აქ გვაქვს უთხრა სიტუაცია. ეს არის ზედმეტად ტკბილი, პირველი ნახევარი საათი არის ძალიან ტკბილი. მერე უკვე არაუშავს, გურმანული სუნამოა, ბევრს მოეწონება. ისეთია მარტივი გასაგებია, თავის ფასისთვის იდეალური სუნამოა, მაგრამ იმის ილუზია, რომ ეს იყიდოთ, იმიტომ რომ სიტყვაზე ვთქვათ, კილიანის ენჯელშიარი გინდათ, ეგ არ გააკეთოთ. კილიანის ენჯელშიარიდან ძალიან შორს არის და საერთოდ არაფრით არ გავს. მოდი ეხლა ჩვენ ვილაპარაკოთ ამ ორ კლონზე. ეს არის Tom Ford-ის Tuscan Leather და ეს არის Smoky Touch. ეს არის ნამდვილი მამაკაცის განსახიერება, სადაც საოცარი ტყავი და მალინაა და მამაკაცური ბრუტალური ტყავია. რაც შეეხება ამ არომატს, რო დავისხი, თავიდან შოქში ვიყავი, მეთქი ვა. აი ერთი გავს თავიდან პირველი 10 წუთი Tom Ford-ის Tuscan Leather-ს, ტყავი და მალინა აქვთ საოცრად გათამაშებული, ისე რომ მეთქი შანსი არ არის ესე გავდეს, მაგრამ 10 წუთის შემდეგ უკვე ისე აღარ გავს. ის კაცურობა, ის ბრუტალურობა, ის ლამაზი ტყავის მალინა აქ ესეთი ვეღარ არის. მაგრამ ეს კლონი ვიტყვი რომ შედგა, ძალიან კარგი კლონია, აი ვისაც უნდა რომ Tom Ford-ის Tuscan Leather-ი დატესტოს, საუკეთესო ვარიანტია. უმაგრესი კლონი გამოუვიდათ და დიდი პატივისცემა ამათ მაგიტო ჩემგან. ეს ამუაში ინტერლუდი და ეს Midnight Wood. ესეც არის საოცარი სუნამო, ეს არის ერთ-ერთი ქმნილება ამუაშის და ამას თუ ოდესმე ვინმე გაიმეორებდა, ნამდვილად არ მეკონა. ესეც ძალიან მაგრა გავს თავიდან, მერეც გავს რაღაც დონეზე და ძალიან კარგი კლონია. მით უმეტესო აქ ეგეთი ლამაზი ამბრა არ არის. ის გახურებული ხის ნოტები ისე არ იგრძნობა როგორც ამუაში ინტერლუდში, კანიფოლი გაუკეთეს თითქმის იდენტური, რომელსაც ამ სუნამოსაც ძალიან მამაკაცურობას მატებს და ვიტყოდი რომ ეს კლონით შედგა. ძალიან კარგი კლონია, ვისაც ამუაშის თანხა არ აქვს,
ეს შეუძლია თამამად დაისხას. ეხლა რა მინდა ვთქვა სანამ დანარჩენ კლონებზე გადავალ? კი, კლონები კარგია, კი, ამსგავსებენ და თუ თანხა არა გაქვს, შეგიძლია ჩვეულებრივად თამამად იყიდო, მაგრამ იმის ილუზია, რომ ერთი კლონი ოდესმე ემსგავსება ორიგინალ სუნამოს, ამის ილუზია არ გქონდეთ. ეგ არის გამორიცხული, ვერც ისეთი ნატურალური ინგრედიენტები იქნება, როგორიც არის ამ სუნამოებში, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება და ვერ გაიმეორებენ. მაგრამ ცუდი არ არის კიდევ ვიმეორებ და, რა ვიცი, მშვენიერია. თავის ფაში ნამდვილად კაია. რასაც ვერ ვიტყვი აი ამ კლონზე, ამაზეც ბევრი მეკითხებოდა, ეს არის ინიციოს Out of Glory. მე მგონი სწორედ ვიძახი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სუნამო ხის ნოტებში. და ესო დავისხი, თავიდან ძალიან ქიმიურია, ხის ნოტებიც ისე არ იგრძნობა. შაფრანი საერთოდ ვერ გაათამაშეს, შაფრანი არის ურთულესი გასათამაშებელი, რო სხვა ნოტებს მოუხდეს და აქ არის ეგ იდეალურად გაკეთებული. მე ვიტყოდი, რომ ეს კლონი ვერ შედგა, რომ ამას გავდეს, რაღაც სადღაც შეიძლება ცოტათი გავდეს, მაგრამ ცადა დედამიწა. თვითონ როგორც ცალკე სუნამო, ფასიდან გამომდინარე, ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის რომ ინიციო Out for Greatness-ის კლონია, ის რომ ინიციოს გავს ეგრე არ არის. რაღაც სადღაც რაღაცას დაიჭერ მიმსგავსებას, მაგრამ ამ კლონებთან შედარებით, აი ესე უკან დავაყენებ და ვიტყვი, რომ ამასთან არაფერ კავშირშია. ეხლა რაც შეეხება კლუბ de Nuits, ამას აქვს ძალიან ბევრი კლონი და ჩემი აზრით, ამის ყველაზე კაი კლონი მაინც Montblanc Explorer-ია. ეს არის ცოტათი ქიმიური პირველი 5-10 წუთი, მერე კი ბატონო ქრიც ემსგავსება და განსხვავება რა არის. ამან რითაც მსოფლიო შეძრა ის ღვთაებრივი ანანასი რაც ამაშია. ასევე შებოლილი ნოტები, რომელიც საოცრებაა, ამაში არ იგრძნობა. აქ არის უბრალოდ ის, რომ არის ციტრუსი, კი რაღაცით გავს და ყველაზე რთული არის ციტრუსის მიმსგავსება. ეხლა გეტყვით რატო. მით უმეტესო ციტრუსი არის მარტივი, იმიტომ მოწონს ბევრს გრილის სუნამოები, მარტივი აღსაქმელია. აქ და ნებისმიერ 99 დაჟე 100% კლონში ბოლოში უკვე გრძნობ გაფუჭებულ ციტრუსს. ქრიც დაისხავ თავიდანვე მაგარია, თავიდანვე ნატურალურია და ბოლოშიც ეს ციტრუსი არის იდეალური. აქ არის გაფუჭებული ციტრუსი ბოლოსკენ, თავიდან ქიმიურია, მაგრამ როდესაც ფას ვიხსენებ, კიდევ ვიმეორებ, თუ არ გაქვს საშუალება იყიდო ქრიდი, კლუბ de Nuits ნორმალურია, Montblanc Explorer კიდევ უკეთესია. ეს იყო დღეს კლონების შედარება. გამოიწერეთ ჯიგრებო, ჩემი არხი და ლაიქეთ, იმიტომ არხს ძალიან უკვე განვითარებაში უჭირს და ესე თუ გაგრძელდა, რა ვიცი, ალბათ ვეღარ ჩავწერ ვიდეოებს რა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ და ლაიქოთ, რომ არხი განვითარდეს და უფრო მეტი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. აბა, კარგად ბრძანდებოდით.